თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიას რუმინეთის ქალაქ იასის ალექსანდრე იოანე კუზას სახელობის უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტის ლექტორი პროფესორი მღვდელი ბრინზა ბოგდან ვლადუტი ეწვია. ვიზიტი ერასმუს პლუს გაცვლითი პროგრამის ფარგლებში შედგა. მღვდელი ბოგდან ვლადუტი თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორს, თეოლოგიის, ფილოლოგიისა და პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორს, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს შეხვდა. აკადემიის რექტორმა საქართველოსა და რუმინეთს შორის არსებულ ისტორიულ, კულტურულ და სამეცნიერო კავშირებზე ისაუბრა და ღრმა პატივისცემა გამოხატა რუმინეთის წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის, რუმინეთის პატრიარქ უნეტარეს დანიელისა და რუმინელი ხალხის მიმართ. პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ შეხვედრაზე ასევე ისაუბრა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის უდიდეს ღვაწლზე ქართველი ერის სულიერი აღორძინებისა და საქართველოში საღვთისმეტყველო განათლების განვითარების თვალსაზრისით და ყურადღება გაამახვილა უწმინდესის დიდ საერთაშორისო ავტორიტეტზე. აკადემიის რექტორმა აღნიშნა, რომ თბილისის სასულიერო აკადემია, რომელიც წარმოადგენს რწმენისა და ცოდნის შერწყმის ადგილს, სწორედ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის მიერაა დაარსებული. შეხვედრას ესწრებოდნენ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პრორექტორები სასწავლო ადმინისტრაციულ და სამეცნიერო დარგში, კათედრების ხელმძღვანელები, დეკანები, ადმინისტრაციის წევრები, სხვადასხვა სამსახურის ხელმძღვანელები და პროფესორ-მასწავლებლები. მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები საქართველოში, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში. ეს ვიზიტი და თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ჩემთვის, ისე ჩვენი უნივერსიტეტისთვის. მოხარული ვარ, რომ აქ ვარ და შესაძლებლობა მაქვს უკეთ გავიცნო მართლმადიდებლური თეოლოგია საქართველოში. სწორედ ამიტომ დღეს და შემდეგ დღეებში ვისაუბრებ წმინდა ზიარების, წმინდა ევქარისტიის მნიშვნელობაზე, სულიერი ზრდის მნიშვნელობაზე, ასევე ვისაუბრებ ეკოლოგიაზე, კერძოდ სულიერ ეკოლოგიაზეც, რადგან, როდესაც ვსაუბრობთ ეკოლოგიურ კრიზისზე, პირველ რიგში უნდა ვილაპარაკოთ პირად ეკოლოგიურ კრიზისზე. ჯერ ჩვენ უნდა გავიწმინდოთ თავი, რათა შევძლოთ გარემოს გაწმენდა და მისი შენარჩუნება. ჩემთვის ძალიან ამაღელვებელი იყო რექტორთან და აკადემიის პერსონალთან შეხვედრა. აღბრთოვანებული ვარ თქვენი გულთბილი მასპინძლობით, თქვენი ბრძენი რექტორით, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩემი ვიზიტი სასიამოვნო ყოფილიყო. აღბრთოვანებული დავრჩი ჩვენი საუბრის შინაარსით. მიხარია, რომ შევხვდი ადმინისტრაციის თანამშრომლებსა და დეკანებს. ასევე ძალიან სასიამოვნო იყო გუშინდელი ექსკურსია, რომელიც მოიცავდა თბილისის სხვადასხვა ტაძრის ნახვას. ჩვენ ვნახეთ საკათედრო ტაძარიც, რომელიც ძალიან ლამაზია, დიდი და შთამბეჭდავი. წელს ჩვენც გვექნება რუმინეთში ჩვენი ეროვნული საკათედრო ტაძრის კურთხევა. მე ვხედავ, რამდენად მნიშვნელოვანია ასეთი ტაძარი ქრისტეს ხალხისთვის, ქრისტეს ეკლესიისთვის. შეხვედრის შემდეგ რუმინეთის ქალაქ იასის ალექსანდრე იოანე კუზას სახელობის უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტის ლექტორმა მღვდელმა ბრინზა ბოგდან ვლადუტმა აკადემიის სტუდენტებს ლექცია წაუკითხა თემაზე წმინდა მსხვერპლშეწირვა და ადამიანის გარდაქმნა წმინდა მაქსიმე აღმსარებლის მიხედვით. ჩამობრძანდა სტუმრად ჩვენთან მამა ბოგდანი. მამა ბოგდანი გახლავთ თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი, ის ასევე ასწავლის ფილოლოგიის ფაკულტეტზე და მისი ნაშრომი გახლავთ წმინდა მაქსიმე აღმსარებლის შესახებ ერთ-ერთი კვლევა გახლავთ, ძალიან საინტერესო და სწორედ ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნული კვლევები ჩვენი სასულიერო აკადემიისთვის. თბილისის სასულიერო აკადემიას სემინარიაში ყოველთვის დიდი ყურადღება იქცეოდა საერთაშორისო ურთიერთობების განვითარებას და ჩვენ გვაქვს გაფორმებული უამრავი მემორანდუმი, ჩვენი სტუდენტები სწავლობენ სხვადასხვა ქვეყნების სასწავლებლებში, საკმაოდ წარმატებულები არიან და მუდმივი კონტაქტი გვაქვს მათთან და ეს ყველაფერი
უფრო მაღალ დონეზე ავიდა. მას შემდეგ, რაც თბილისის სასულიერო აკადემია სემინარია გაერთიანდა ერაზმუს პლუსის პროგრამაში და სულ სხვა სიმაღლებს მივაღწიეთ. ამის შემდეგ უფრო რაღაცა შედეგიანი და ცოცხალი გახდა ეს ურთიერთობები, მაღალ სამეცნიერო დონეზეა. მამა ბოგდანი ჩამოსულია რუმინეთიდან, იასის იოანე კუზას უნივერსიტეტის პროფესორია, თეოლოგიის დოქტორი და ძალიან საინტერესო შეხვედრები იგეგმება ჩვენ სტუდენტებთან, ის წაიკითხავს ლექციებს და აი დღევანდელ შეხვედრაზეც ჩვენ ძალიან ბევრი სიახლე შევიტყვეთ მისგან და ყველაფერი ეს რა თქმა უნდა აისახება ჩვენ სასწავლო პროცესზე და აი ასეთი ორმხრივი ურთიერთობები გვაქვს ჩვენ. აღსანიშნავია, რომ 2023 წელს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიასა და რუმინეთის ქალაქ იაშის ალექსანდრე იოანე კუზას სახელობის უნივერსიტეტს შორის გაფორმდა თანამშრომლობის ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც ორ უმაღლეს სასწავლებელს შორის სამეცნიერო თანამშრომლობა დაიწყო. თეოლოგიის დოქტორ მღვდელ ბრინზა ბოგდან ვლადუტის სამუშაო ვიზიტი თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში 2 მაისამდე გაგრძელდება.